წინაპრებისგან დატოვებული სახლები, სადაც ერთ დროს საკმაოდ ბევრ დროს ვაკტარებდით, სიცოცხლე ჩქეფდა, ჟრიამული იყო, ეხლა უმეტეს შემთხვევაში მიტოვებულია, მივიწყებული და დასანგრევად განწირული. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც თავისი ბებია ბაბუის სახლებს მეორე სიცოცხლეს ჩუქნიან. სწორედ ასეთია ქუთაისში, ულამაზეს ქალაქში, სადაც არაჩვეულებრივი ძველი სახლები დგას. მცხოვრები ახალგაზრდა გოგო რუსოს ალუქვაძე, მან საკუთარი ხელებით გააცოცხლა წინაპრების სახლი. ჩვენი ჟურნალისტი ეკა სესიკაშვილი ესტუმრა მას და ახლა ვნახოთ როგორ უნდა განვაახლოთ და ახალი სული შთაუბეროთ ჩვენს ძველ სახლებს. Ωραία, საინტერესო. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი სახლში, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, მომიწევდა მისთვის ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა, მაგრამ მე შევძელი და მე ამით ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ საქმეს ვაკეთებ. ეს იყო დედაჩემის მშობლების სახლი, რომელსაც დავპირდი დედაჩემს, რომ ერთხელაც მართლაც მოვიცლიდი მისი სოფლის სახლისთვისაც და შევავლებდი ხელს. თავდაპირველად მინდოდა რომ ნაკლები დანახარჯი მქონოდა, იმიტომ რომ არ მქონდა რაღაც ისეთი ფინანსები დაგროვებული ამ სახლისთვის და დავიწყე შპალერის მოცილებით ამ კედლებიდან, იმიტომ რომ ვიცოდი შიგნით ძალიან ლამაზი ხით იყო ნაშენები. ეს არის ჩვენი სახლი, ასე გამოიყურებოდა მანამდე იატაკი და უკვე ეს შედეგი გვაქვს მიღებული, აქ რამდენიმე ფენა წითელი საღებავი იყო წასმული. ამ კარზეც შესაბამისად ძალიან ბევრი ვიმუშავე, ერთი 3 ფენა საღებავი ქონდა დაკრული და დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ ის ამეცილებინა. კედლებზეც შპალერი იყო, როგორც უკვე გითხარით, გაკრული. და წყლით დასველების შედეგად ავაცალეთ და ესეთი სილამაზეც დაგხვდა. ეს არის ჩემი პირველი შედევრი, ჩემი ნამუშევარის შედეგი. ასე გამოიყურება, მყუდრო და ლამაზი ოთახი დარჩა. თანაც ეს იყო ბებიაჩემის საძინებელი და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ოთახი ესეთი მყუდროდ გახდა და თანაც არის ძალიან ნოსტალგიურიც ჩემთვის. ძველი სახლის რესტავრაცია არის თითქოს განახლება ძველი სტილით. ფიქრობ, აი ეს ძველი კედლები, რაც ამ სახლში არის, თუნდაც ის სურნელი ხის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი ხის მასალა. შევძელი რომ ეს ყველაფერი გამომეკვეთა, მეჩვენებინა ხალხისთვის, რომ ეს სახლი დასანგრევი კი არ იყო, არამედ მასში იყო დამალული ეს სილამაზე, რაც დროდადრო ჩვენი შრომით და ძალისხმებით გამოჩნდა. ჩემთვის სახლი არის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად გრძნობ, სადაც შემიძლია ეზოში დავჯდე, უსმინო თუნდაც ჩიტების შხურტულს და თავი ვიგრძნობ ბუნებასთან მეტად ახლოს. ყოველდღიური რუტინა სრულდება და აქ სულ სხვა სამყაროში გრძნობ თავს, თუნდაც ეს რემონტის პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რასაც ვაკეთებ და ამით თითქოს თერაპიას ვიღებ ამ პროცესით. ეს კარი აქ დაგხვდა, ესეთი ძველებური ორნამენტებით და ყველაზე მეტად მომწონს ამ სახლში, თანაც ფერი ძალიან მოუხდა, სადად დარჩა. დაახლოებით ზაფხულის შემდეგ დავიწყე მუშაობა და 1 წელი გახდება ეხა ზაფხულში, რაც მუშაობ ამ სახლში, მაგრამ სისტემატიურად სამწუხაროდ ვერ ვახერხებ რომ ვიმუშაო საქმებიდან გამომდინარე. ფიქრობ, არა მარტო ეს სახლი არის ახალი სიცოცხლის გაგრძელება, ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის სახლი გავკადნიერდები, დავიტყვი რომ ჩემი წყალობით გადაურჩება დანგრევას და გააგრძელებს ახალ სიცოცხლეს. ყოველდღიურად მწერენ, რომ ჩემი შთაგონებით თავადაც სურთ რომ გაარემონტონ და გაახლონ თავიანთი სახლკარიც, რომელზეც ვერც კი წარმოედგინათ რომ იგივე რამ შესაძლებელი იყო.
მგონი არ არსებობს დღე რომ არ ვიფიქრო თუ რას იტყოდნენ ჩემი წინაპრები ეხლა რომ ხედავდნენ და ეს მაძლევს უდიდეს ძალას, მანიჭებს უდიდეს ბედნიერებას, ამაზე ფიქრი რომ მათ ეს ყველაფერი გააბედნიერებდათ, იამაყებდნენ და ჩემთვის მგონი ეს არის ის, რაზეც ვიტყოდი რომ მე მიზანს მივაღწიე. მივაღწიე იმ მიზანს, რომ ამ სახლს დაუბრუნდა სიცოცხლე. აქ ისევ იქნება ჟრიამული ეზოში, ისევ გაიღვიძებს კედლები ჩემ შვილებთან ერთად, რომლებსაც ძალიან უყვართ აქ თამაში და ვფიქრობ, ამით ისინი იქნებიან ბედნიერები.